წელს საპროტესტო ფესტივალია, თემაც ფესტივალის არის კალამი დუმილის წინააღმდეგ. დადუმებულთა ჯარსაც ეძღვნება ეს ფესტივალი. გვაქვს კი ჩვენ ფუფუნება ეხლა რომ ვიყოთ მხოლოდ ხელოვნებაში. მე მგონი არა. ყოველთვის მეგონა რომ 10 წლის ესეთ პირველ განსაკუთრებულ იუბილეს სხვანაირ ქვეყანაში აღნიშნავდით და სხვანაირ ვითარებაში და ეს იქნებოდა უფრო საზეიმო, დიდი, რაღაცა განსაკუთრებული გამოშვება ამ ფესტივალის და აღმოჩნდა რომ სულ სხვანაირი ამბავია, ზეიმის განწყობა არ არის და არ გვეზეიმება და ეს ფესტივალი საზეიმო ფესტივალი არ იქნება. ვცდილობთ რომ მაინც გავაკეთოთ, ეს იყო ჩემი შოთა იათაშვილის და ლელა შუბითიძის, ანუ ვინც ვართ დამფუძნებლები და იდეის ავტორები, განსაკუთრებით ლელა და შოთა, აი ესეთი პოზიცია რომ არა, მაინც უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ სინამდვილეში აი ეს რაღაცა სიჯიუტე არის, რაც ჩვენ ყველას ახლა გვამოძრავებს, ხო და რაღაც წინსვლის და ქმედების და მოქმედების ძალას გვაძლევს, თორე სხვა რესურსი, საიდანაც ამ ძალას ვიღებთ, სინამდვილეში არ არის. თბილისს არ აქვს სხვა საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, სხვა არც ადგილობრივი ლიტერატურული ფესტივალი, ამიტომ თავის დროზე, როდესაც 2015 წელს ამაზე დავიწყეთ ფიქრი, მაშინ გაგვიმართლა, რომ კულტურის მინისტრი იყო მწერალი კაცი, გურამ ოდიშარია და მაშინვე დაგვთანხმდა ამაზე. დიდი ხანი მწერალთა სახლის და კულტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტი იყო ეს და იყო მართლაც ზეიმი, იყო წლიდან წლამდე ამ ფესტივალის მოლოდინი, ფესტივალის, რომელმაც ხოთაშორის მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მალე დაიმკვიდრა რაღაცნაირი ესეთი თავისი ადგილი ლიტერატურის მოყვარულებს შორის და ნამდვილად იყო ეს მოლოდინი ყოველწლიური. წელს საპროტესტო ფესტივალია, შაშანაც ასე იყო, შაშანაც სექტემბერში ჩავატარეთ, უკვე ძალიან რთული იყო, მაგრამ შაშან რაღაცის იმედი იყო. არჩევნები ჰქონდა წინ და ძალიან იმედიანად ვიყავით და მთლიანად ეს ჩვენი საპროტესტო თემაც მაინც აი რაღაც ესეთი იმედით და გამარჯვების და თავისუფლების ისევ დაბრუნების ისტორიებით იყო სულ რაღაცნაირად გამსჭვალული. ეხლა სულ სხვა ვითარებაში ვართ და თემაც ფესტივალის არის კალამი დუმილის წინააღმდეგ და ესეც აი ზუსტად იმას გამოხატავს, რასაც ემსახურება ეს ფესტივალი, ეს არის ჩვენი ლიტერატურის გაჩერების რაღაცნაირად არ დადუმების გამოხატულება, პასუხი იმ ამბებზე რაც ხდება ჩვენთან და ასევე პასუხი იმ ცდილობაზე, რომ გაგვაჩუმონ რეპრესიები, მოგვიწყონ, საერთოდ მოტივაცია გაგვიქრონ და ასევე იმ ხალხსაც, იმ დადუმებულთა ჯარსაც ეძღვნება ეს ფესტივალი, თუნდაც მწერლებს, თუნდაც ორგანიზაციებს, ლიტერატურულ ორგანიზაციებს, რომელსაც ხმაც ვერ ამოუღიათ, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი თანამედროვე პოეტი ზვიად რატიანი დღეს ციხეშია. გვაქვს კი ჩვენ ფუფუნება ეხლა რომ ვიყოთ მხოლოდ ხელოვნებაში. მე მგონი არა, უკვე დიდი ხანია, მით უმეტეს როცა ლიტერატურას ეხება, როცა მწერლებს ეხება. და ცხადია ხო, იმიტომ რომ პენ-ცენტრის ეგიდის ქვეშ ვტარდება ეს ფესტივალი და პენის მთავარი ღირებულება და დანიშნულებაც ეს არის, რომ იბრძვის სიტყვის თავისუფლებისთვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის. შესაბამისად, ხო, ეს იქნება კიდევ ერთი მორიგი ცდელობა, კი არა, მორიგი ფორუმი, ასე ვთქვათ, რომ ჩვენი საპროტესტო ხმა გავაჟღეროთ და ჩვენი ისტორია გავიტანოთ გარეთ, ვილაპარაკოთ აქაც და ქვეყნის გარეთაც, იმიტომ რომ ეს მწერლები
კი 19 მწერალი, ვინც ჩამოდის. ესენი არიან თავის ქვეყნებში აღიარებული მწერლები, ზოგი არის ჟურნალისტი, ასევე ზოგი არის აკადემიური წრის წარმომადგენელი. ესენი აუცილებლად ილაპარაკებენ, ყოველთვის ესე იყო და გაიტანენ ჩვენ ხმას გარეთ და ეს მით უმეტეს აი ამ სიტუაციაში, ესეთი იზოლაციის საფრთხის წინაშე ვართ, ხო? ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც გადაწყდა, რომ ჩატარებულიყო ფესტივალი, რომ ეს იყოს კიდევ ერთი რა ვიცი, წინააღმდეგობის და პროტესტის პლატფორმა. ნუ ორგანიზების კუთხით ცხადია, ყველაზე რთული პერიოდი იყო, ყველაზე რთული ფესტივალი, იმიტომ რომ ამასობაში წამოგვეწია ფარას კანონმდებლობა, წამოგვეწია გრანტის კანონი, როგორ ქვია და ამიტომ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მეგობრების, პარტნიორების დახმარებით, რომლებიც საერთაშორისო ძირითადად სამწუხაროდ როგორც შარშან ქართული ბიზნესი თითქმის არ არსებობს ჩვენ გვერდით და კეთდება აი იმათი დამატებითი შრომის ხარჯზე, იმიტომ რომ ჩვენ გარეშე ენთუზიაზმზე კი. რაც შეეხება მწერლებს, იცი პირველივე დაპატიჟება ესეთი ოფიციალური დაპატიჟების წერილი ისეთი გაუგზავნეთ საკმაოდ დახუნძლული მთელი ფაქტებით. დარწმუნებული ვარ, რომ იციან აი რა რეალობაში მოდიან და ერთ-ერთი სხვათაშორის მთავარი აი ფრაზა რაც ჰქონდა მოპატიჟების წერილში იყო ეს, რომ თქვენი ჩამოსვლა დღეს ჩვენთვის მხარდაჭერაა და აი ევროპული მხარდაჭერა და ეს მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ, რომ ალბათ ესეც იქნება, იმიტომ რომ ეს ხალხი მოდის ზოგი ძალიან შორი გზიდან, ჰონორარის გარეშე, უბრალოდ იმისთვის, რომ აქ გვერდში დაგვიტითი ყველაზე მეტად ვისაც ველოდები, ეს არის ისლანდიელი მწერალი სიონი, რომელიც როგორც ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია ისლანდიაში, მისი წიგნი გამოვიდა სულაკაურის გამომცემლობაში და ანუ კარგია, რომ პროზაიკოსების შემთხვევაში, ყველას შემთხვევაში გვაქვს წიგნები უკვე და ასე რომ ქართველი მკითხველისთვის ეხლა შეუძლია უკვე მოემზადონ თუ არა და ნუ ნაცნობები უნდა იყვანეს. იგი სიონი, ფინელი მწერალი ყავს პირველად, ეს არის პირკო საისიო. ვფიქრობ, ესეც ძალიან საინტერესო სახელია. იანე თელერი, დანია. მეგან ნოლანი, რომელიც ვფიქრობ ასევე ისე არის ქართველი მკითხველისთვის ნაცნობი, კი, არამ პაჩიანი სომხეთიდან, ანა აიანოღლუ, ფრანგი პოეტია, რომელიც აი როგორც გითხარით, რადიო ჟურნალისტიც არის და ბევრი რაღაც გადაცემებიც მიუძღვნია ქართველი ავტორებისთვის. ვილიამ გონსალესი, ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან ისეთი ცნობილი თან ჟურნალისტი და თან პოეტი, ნიკარაგუელი წარმოშობით, თუმცა ესპანეთში ცხოვრობს. პერუ საისპრეზი, პერუდან და ესეთი რაღაც ესეთი საკმაოდ გეოგრაფიულადაც ესეთი საინტერესო დაფარვა აქვს. ფესტივალს უკრაინელი ცხადია, ყოველთვის ყავდა ჩვენ ლუდმილა ძაჩენკო იქნება უკრაინელი პოეტი. ერთის მხრივ მე ვფიქრობ, რომ ქართველი მკითხველი ცოტა ესეთია სნობური მკითხველია იმ მხრივ, რომ თავიდან ყოველ შემთხვევაში იყო ის, რომ აი თუ არ იქნებოდა მაინც და მაინც ორჰან ფამუკი ჩამოსული ან ველბეკი, არ იყო ხოლმე ისეთი ხალხმრავლობა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მაშინ ჯერ კიდევ მწერალთა სახლში ყოფნის დროს მოვახერხეთ ის, რომ რაღაც ისეთი სახელი ქონდა ფესტივალსაც და სხვათა შორის სხვა ღონისძიებებსაც, რასაც ვატარებდით, რომ რაღაცა ნდობა მოვიპოვეთ უკვე მკითხველის მხრიდან და ამიტომ ვინც ჩამოგვყავს, შეიძლება არ იყოს ხა ესეთი მართლა სუპერ ვარსკვლავი, მაგრამ ზუსტად იცია, რომ კარგი მწერალია, კარგი პოეტია,
კარგი მოსაუბრეა და კარგი მოაზროვნეა. თანამედროვე ლიტერატურულ სივრცეში რაც ხდება, რა პროცესები მიდის, ვინ არის ახალი და მნიშვნელოვანი, აი იმათთან შეხვედრის საშუალება იძლევა და კარგია რომ ამასობაში საგამომცემლო სფეროც უკვე ისე განვითარდა ხო ჩვენთან და ისე რაღაცნაირად წამოგვეწია, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად ვინც ჩამოყავს წერილები, პროზაიკოსები, როგორც უკვე ახსენეთ, ყველას წიგნი უკვე არსებობს. თავიდან არ იყო ესე და მახსოვს სვიტლანა ალექსიევიჩი დავუპატიჟეთ პირველ წელს. მაშინ იყო ფესტივალის მთავარი ის უნდა ყოფილიყო სტუმარი, ჯერ კიდე ნობელის პრემია არ ქონდა მიღებული და 2 დღით ადრე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ჩამოვიდა და მაშინ საგანგებოდ ამ ფესტივალისთვის ნინო ბექიშვილმა თარგმნა ჩერნობილის ლოცვა და აი რაღაცა მაშინ ესე გამოვეცით ეს წიგნი, წიგნის ცენტრი არსებობდა და წიგნის ცენტრის დახმარებით მოხდა ეს ამბავი. 19-ში, 19 სექტემბერს, 19-დან 23 სექტემბრის ჩათვლით 5 დღიანი. ვფიქრობ საინტერესო ფესტივალი გამოდის და ველოდებით განსაკუთრებით ბევრ ხალხს, იმიტომ რომ ბევრი ხალხი და დასწრებაც ჩვენთვისაც რაღაცა მხარდაჭერის ის არის